და ისე საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა 99%-მდეა გაზრდილი. ასეთია იმ კვლევის შედეგი, რომელიც მსოფლიო ბანკმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩაატარეს. გამოკითხვის ავტორებს აინტერესებდათ პასუხი კითხვაზე, როგორ აისახა საქართველოში გატარებული ჯანდაცვის რეფორმა და საყოველთაო დაზღვევის პროგრამა მოსახლეობის მდგომარეობაზე. კვლევის დროს 3500-მდე მოქალაქე გამოკითხეს. ამავე კვლევის მიხედვით შემცირებულია ფინანსური ბარიერებიც, განსაკუთრებით ამბულატორიულ ვიზიტებსა და ჰოსპიტალურ მკურნალობაზე. ასევე გაუმჯობესებულია სერვისებზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, კვლევის ავტორები მთავრობას ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კიდევ უფრო გაზრდას ურჩევენ. კვლევის შედეგების პრეზენტაციას მთავრობის წევრებთან ერთად პრემიერ-მინისტრიც დაესწრო, რომელმაც მიღწეულ წარმატებებში ჯანდაცვის მინისტრის განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა. Ცალსახად დასკვნა იყო ამ კვლევის შედეგი, რომ ჯანდაცვის სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება, რომ უკვე ამ მოკლე პერიოდში 2 წლის განმავლობაში, 2 წელიწადზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში მოხერხდა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა გაორმაგდა მოსახლეობის წვდომა სამედიცინო სერვისებზე, ისევე როგორც გაიზარდა შემცირდა მნიშვნელოვნად თვითმკურნალობა და მისით გამოწვეული რისკები. ეს სწორედ რეცეპტების ინსტიტუტის აღდგენის დამსახურება არის. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენს მიერ დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის წარმატებული, რომ ეს წარმატებები გრძელდება და ვითარდება, რომ ეს შეეხო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 3.200.000 ადამიანი დღეს სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. აქ ჩვენ ვნახეთ ძალიან საინტერესო სტატისტიკა და კვლევა, შედარება გაკეთებული იყო 2010-2011 წლებთან და რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ 2 წლის განმავლობაში არის მართლაც უპრეცედენტო.